მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ქართველებო და მინდა რომ დღევანდელი ჩვენი ეს ეთერი მიუძღვნა იმას, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს ჩვენს ქვეყანაში. აი, მე ხლა ამ წუთას ვიმყოფები ბელორუსში და უნდა გითხრათ, რომ აი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და აი ასე მგონია ზოგჯერ რომ ჯოჯოხეთიდან დავბრუნდი იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით. აი ბევრს კი მიაჩნია, რომ საბჭოთა ეპოქა იყო ცუდი, მაგრამ მე არ ვიცი რატო იყო ეს საბჭოთა ეპოქა ცუდი, უფასოდ არიგებდნენ ბინებს, უფასოდ იყო სწავლა, განათლება, უფასოდ იყო ყველა ის სიკეთე, რომელიც საკავშირებული იყო ადამიანის პიროვნულ განვითარებასთან. დღეს გაეროს მონაცემებით 70% ახალგაზრდებისა ვერ ახერხებს დაოჯახებას იმის გამო, რომ მათ არ აქვს საშუალება ბინა შეიძინონ, ოჯახი არ ჩინონ. აქ ამ ხრივ სხვა სიტუაცია. ხა თლათ ისეთი კომუნიზმი არ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ იმიტომ რომ ხა უფასოდ ბინებს არ არიგებენ, მაგრამ უფასო სწავლა, უფასო განათლება, უფასო არის ფაქტობრივად ყველა ის სიკეთეები, რომლებიც ქვეყანამ შეიძლება სახელმწიფო მისცეს ადამიანს. გუშინ ახლა აი ბევრ ახალ ამბებს გებულობ, ისეთ მაგალითად რაც არ ვიცოდი, ერთ-ერთი სტომატოლოგი შემხდა, კბილის პრობლემა არ მქონია, მაგრამ ისევ დაველაპარაკე, გავიცანი და სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტომატოლოგიურ მომსახურებას. აქ არის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, რა თქმა უნდა, სტომატოლოგიური კლინიკები და თუ ვინმე სურს, რომ მივიდეს და სახელმწიფოს გან მიიღოს დახმარება, უფასოდ ამ მიმართულებით მიიღებს სერვისი. ნუ ეხა გარდა მაგალითად რთული ეხა იქ იმას ვერ ჩაიდგამს, რა ქვია, კბილების ჩადგმას, მაგრამ პლომბი, ამოღება, რაღაცა ესეთ რაღაცებს გაუკეთებენ. ეხა იმას რაც შეეხება ოპერაციებს, აი მაგალითად ის რომ კბილების ჩასმა რო ქვია, აი იმის გარდა და რაღაც თუ რაღაცებს, რომ კბილის ამოღება, დაპლომბა, ეს ყველაფერი უფასოდ არის ბელორუსში. უფასოდ არის, როგორც გითხარით, განათლება, უფასოდ არის მაგალითად ბევრი ის სოციალური რაღაც პაკეტები, რომლებიც მისცეს სახელმწიფომ, შეიძლება მისცეს სახელმწიფომ, აი მაგალითად კომუნალური მომსახურებაც კიდევ. აი თუ ადამიანი ხო ჩაწერილია ბინაში და ის ადამიანი გადასახადის გადამხდელი არის, უნახევრდება მთლიანად მას კომუნალური გადასახადი. მაგალითად 200 ლარი თუ უნდა გადაიხადოს, სიტყვაზე ყველა გადასახადი, გაზი, შუქი, ნუ რა ვიცი მე რაც არის კიდე გათბობა ყველაფერი იხდის 100 ლარს. რომ უნდა იყოს გადამხდელი. შეიძლება ეხა ჩაწერილი იყოს შენ ბინაში, მაგრამ არ იყო გადამხდელი. ანუ ბიუჯეტში თანხა არ შეგვიძლია. მაგ შემთხვევაში უნდა გადაიხადო მთლიანი, მაგრამ გადამხდელიც როგორი უნდა იყოს ბელორუსიის ბიუჯეტში. ეხა შეიძლება მუშაობდე მაგალითად რომელიღაცა სადღაც ხელფას იღებდეს სხვა ქვეყანაში და იგერი ცხერებოდეს. მაგალითად მე ვიღებ ხელფას საქართველოში, მაგ შემთხვევაში მე მე თუ ბელორუსის მოქალაქე ვიქნები, ან ვინაჟიტელს თუ ამეკდება, ვერ მივიღებ ამ სიგელს. ეხა აი ის რაც ხდება ეხა ჩვენს ქვეყანაში, აი მინდა პარალელი გავალო, რომ ნოდარ დუმბაძეს რო შეურაცხყოფენ, როცა ჩვენს ეკლესიას შეურაცხყოფენ, როდესაც ჩვენს სიწმინდეებს შეურაცხყოფენ, ამაზე პასუხისგებლობა რა თქმა უნდა აიღოს და სახელმწიფომ. უბრალო ადამიანმა კი არ უნდა დაიცვას ნოდარ დუმბაძე და ეკლესია და სიწმინდეები, არამედ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფო. ის ადამიანები, რომლებაც ეხა ჩაიდინეს, იქ ქმედება, რომ ვიღაცა იუმორის თავს დაესხნენ, ჩემთვისაც ეხა სიმართლე რომ გითხრათ, მიუღებელია, მაგრამ ეს ყველაფერი რაც მოხდა და ამაზე რეაგირება სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. აქ ეხლა ყველა წარმოუდგენელია ბელორუსში, რომ ვინმე შეეხოს ეკლესიას, ვინმე შეეხოს აქ ეროვნულ გმირებს. ჩემთვის ეხლა ნოდარ დუმბაძე არის პიროვნება, რომელიც არის სრულად ხელშეუხებელი. ადამიანი, აი ბავშვი, გინა, მე წიგნი და კითხვა შემაყვარა ნოდარ დუმბაძემ. ერთხელ ვიყავი მატარებლით მგზავრობდი თბილისიდან ბათუმისკენ და ერთ-ერთი იაპონელი წიგნი ეჭირა და ხარხარებდა და იცინოდა და მაინტერესებდა ერთი რა წიგს კითხულობდა მეთქი ხო და მივედი იაპონურ ენაზე იყო გადათარგმნილი ეს ნოდარ დუმბაძე და არ ვიცი ისე იცინო. ქვეყანა
რომელსაც ნოდარ დუმბაძე თავის სიმაღლეზე არ აყავს აყვანილი, რომელიც არ დგას სიმაღლეზე, რა თქმა უნდა, აი ამ ხისთავიანებისთვის ეს შეუძლებელია. ვეფხისტყაოსანი დგას თავის სიმაღლეზე, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ვინმე ერთი სტროფი მაინც იცის ვეფხისტყაოსნი და გეკითხებით? დღეს ქვეყანა ვეფხისტყაოსანი არის საქართველოს კონსტიტუცია. იქ რა წერია, ეს არის, რა ვიცი, ეს არის დაუწერელი რამ, რომელიც ყველა უნდა შევასრულო და აი ეს ვეფხისტყაოსანი ჩვენ გაგვიუპატიურა რობერტ სტურუამ, როდესაც გააშიშვლა ამ დიდი ქნილების პერსონაჟები და ამიტომაც არის რომ ეხა ის გააშიშვლებს იმას კინათის, ის ბოდიში ვიღაცა გამოვა ეს ონისე ვიღაცა რაგვარი არც ვიცი, ის შეურაცხყოფას მიაყენებს და მე უბრალოდ ადამიანი რომელიც ამას ხედავს, ხო, ის ენთება ყველანაირად და შეურაცხყოფილი არის. ამიტომ ჩვენ უნდა შევქნათ ისეთი სახელმწიფო, რომ მარტო სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის გინება კი არ უნდა იჯებოდეს, არამედ შოთა რუსთაველის, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაც უნდა იჯებოდეს და მე ეს სიძულვილის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური როა. ვერ ხვდები ეს მარტო თქვენ ხელისუფლებაზე ვრცელდება ეს სამსახურის რაღაცა უფლებამოსილებები? აი ხა მე იმ დღეს ჩავწერე მიმართვა გამოსვლა მქონდა და ნახე ერთი კომენტარები, არ ვიცი, საშინელება არის ესა. ძირითადად და აი რაღაც ეს ნაცები და ეს რუსოფობები იყვნენ, რომლებიც მე ჩემს წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და მე ხა იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული სიმართლე რო გითხრა და მე ნამდვილად ხა მაგენი ამითი ხელს ვერ ამაღებინებენ ჩემს გარკვეულ საქმიანობაზე, იმიტომ რომ კარგად იცით რომ მე ხა ამ კუთხით უკვე 15 წელზე მეტია მუშაობ და ეხლა რა უნდა თქვა ისეთი რომ მე ეხლა მაგათმა უკან დამახევინო. ეს გამორიცხულია და ვერაფერი ვერ იმუშავებს და ვერ იმოქმედებს ამ მიმართულებით, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, იცით რომ აი ეს ხო რაც ეხლა ხდება, ეს არის რაღაცა დიფერენცირება, ორმაგი სტანდარტი. ხელისუფლების წარმომადგენელს თუ შეურაცხყოფას მიაყენებს ვიღაცა, ესე იგი ის უნდა დაისაჯოს. თუ უბრალო ადამიანს ვიღაცა და მე ხა გავკადრიერდები და ვიტყვი და თლათ ისეთი პერსონა არა ვარ, რომ რაღაცა გარკვეულწილად ესე ხელაღებით ვინმე ჩემზე გაილაშქროს, ხო? მეც რაღაცა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის, მეც მიბრძოლია სააკაშვილის რეჟიმისთვის, მეც რაღაცა სტატუსი მაქვს. მე აქ ბელორუსში და რუსეთში პატივცემენ ხელისუფლებები და აჯილდოვებენ და რა ვიცი სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გენერალური პროკურატურა ბელორუსიისა მეპატიჟება სხვადასხვა კონფერენციებზე, ხო და არ ვიცი მე არ უნდა ვიყო დაცული ალბათ, იმიტომ რომ მე ხელისუფლებას არ წარმოვადგენ და ვიღაცა ვინც მე ეხლა გაიგო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რომ სააკაშვილის ცუდი იყო და მაქამდე ბოდიში და ჩირქვებში იყო შემძრვალი ხმას ვერ იღებ და ის უნდა დაცული იყოს. ჩვენ რა არიცით თუ მე პირადად მე ეს როდესაც ეს სამსახური შეიქმნა მე მივესალმე ამას. ბევრი კითხვა რომ აიო ეხლაო როგორო სიტყვისგან გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლებაო. ხალხო, სიტყვისგან გამოხატვის თავისუფლება ჩვენ გინებაში არ უნდა აგვერიოს. მე სიტყვისგან გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ როდესაც ადამიანები ილანძღებიან სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფას გამოხატავენ ადამიანების მიმართ, ეს უნდა იყოს დასჯადი. ეს უნდა იყოს დასჯადი და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, მაგრამ როდესაც ეს მუშაობს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ჩვეულებრივ არახელისუფლების წარმომადგენლებზე არ ვრცელდება, ეს უნდა იყოს ავტომატური რეჟიმი. აი მაგალითად როგორც გადალახავ ღერძულას, როგორც დაარღვევ მოძრაობის წესებს, იმ წუთას უნდა ირთვებოდეს ჯარი. მე მეგონა რომ ესე იქნებოდა ეს სამსახური. თურმე ადბანაო, ჩემო მეგობარო, თურმე ეს მარტო ხელისუფლების ესე იგი გადაარქვით ამას ამ სამსახურს სახელი და დაარქვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაცვის სამსახური. იმიტომ რომ ეს ხელისუფლების დაცვაზე მუშაობს. ერთი-ორი ვიღაცა თავიანთი ოპოზიციის წარმომადგენელი გირჩე შმირცი და რაღაცა ნაციშმაცი დააჯარიმეს, იმიტომ რომ ესე იგი ამითი ეთქვათ საზოგადოებისათვის რომ არა ჩვენ მარტო ჩვენს კი არა, აი ოპოზიციასაც ვიცავ და უბრალო ადამიანი
არის დაუცველი. არის დაუცველი, იმიტომ რომ ეს არ ვრცელდება მასზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი სამსახურნა ყოფილიყო აი როგორც მოძრაობის წესების დარღვევა და არღვევ იმ წუთასვე. და არ ვიცი, ერთი 10 მილიარდი ლარი შევიდოდა მარტო ასე ბიუჯეტიდან. 10 მილიარდი ყოველწლიურიდან. და მეორე წელს აღარ შევიდოდა, იმიტომ რომ კაცს ეცოდინებოდა, რომ ეს ენას რო ატრიალებს და დედის მისამართით იგინება, ეცოდინებოდა, რომ ამ მიმართულებით, როდესაც ის ამას ჩაიდენ და უკვე ის დაიჭებოდა. ამიტომ ერთი რამე არის, რომ ჩვენ უნდა შევქნათ ისეთი სახელმწიფო, რომ ადამიანებს ამის სურვილიც არ ქონდეს. კომუნისტურ ეპოქაში არავითარი ჯარიმა არ იყო და იცოდა ადამიანმა, რომ არ შეიძლებოდა საზოგადოების სივრცეში გინება ლანძღვა. დღეს ჩვენ ესე იგი რაღაცა ბერკეტებით უნდა ვაიძულოთ ადამიანი, რომ ეს არ გააკეთოს. სხვანაირად თურმე შეუძლებელი ყოფილა. საქართველოში ადრე დედის გინებისთვის ადამიანი შეიძლება ბოდიში ძალიან ცუდად დაემთავრებინა თავის ცოცხლი, ვინც ამას გაბედავდა. მაგრამ დღეს ეხა შეხვალ ეს სამარცხვინო ხალხი, მე ყველა ის ადამიანი, ვინც აი სოციალურ ქსელში ასეთ სიტყვებს ხმარობს, ხო? მე ის ქართველად არ ვიმაჩნია. ეს არის არაკაცი, ნაძირალა, არარაობა. როგორ შეიძლება შენ არ მოგწონს ადამიანის პოზიცია? კი ბატონო, გამოთქვი, მე აი ეს საქართველოს მტრები, მოსისხლე მტრების მიმართაც კი კორექტულობას გამოვხატავ და ვაფასებ მათ საქმიანობებს. უფრო ისეთი სხვა იმითი ეპიტეტებით და ვამბობ, რომ ეს არის დაუმართლებელი. ქვეყანა ისე გადააჯიშეს, ისე გადააგვარეს, რომ ხალხზე ზალადობას ამართლებენ, იგინებიან, სიწმიდეებს შეურაცხყოფენ და ამიტომ ვამბობ, რომ ასე მგონია მეთქი ჯოჯოხეთიდან გამოვედი, მაგრამ რა უყოთ, რომ ჩემი უახლოესი ძვირფასი ადამიანები მყოფებიან და მე იმ დღეს გამოვედი და თქვი, რომ სამუშაო არ არის და ვინმეს თუ უნდა სამუშაო წამოსვლა მეთქი ბელორუსში არის ამ კუთხით მეთქი შექმნილი პირობები. ერთი სულელი წერს, ილანძღება, ჯერ შეურაცხყოფე, შენო გინდა რომ მთელი საქართველო რო წამოვიდეს რომ დაიცორო. შეავანტყოფო შენა. ადამიანი მშიერი რო კვდება და სამსახური რო არ აქვს და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, აგერ ყურის ძირში ბელორუსი არ არის ამერიკის კონტინენტი თუ რაღაცა პირობები ექნება, რა პრობლემა არის, ვერ ხვდები. მისაღებია ჩემთვის საქართველოში იმუშაოს, მაგრამ თუ ადამიანი ეხა ის სოფელში მაგალითად ადამიანებს პირობები არ აქვს შექმნილი, რომ ამე გააკეთო, თოხიც ქნევითა და იმითი არ გამოდის არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წამოვიდეთ, სახელმწიფო უნდა ვაიძულოთ. აი ხა მოცვი და თხილი დარგეს ხალხმა, თხილზე ფასი დავარ და ფაროსანმა შეჭამა. მოცვი მოიყვანეს, მოცვის ფასი დააგდეს. ყველაფერს რო აკეთებს დღეს ხელისუფლება იმისთვის, რომ ადამიანმა მუშაობის შედეგად ვერ არჩინო თავი, ეს მარტო მე კი არ უნდა ამოვიყო, თქვენც უნდა აიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ აი ეს პირობები შეუქმნას გლეხს და მე თუ აქ სამუშაო ადგილებს თავაზობს, ეს ყოფილა თურმე არასწორი ქმედება. აი ესეთი ავანტყოფები, თან რო არ მეთანხმები, შედავლოცულო გამოდი და თქვი, ესეთი არ ვიცი, აი საქართველო არის უკვე ემსგავსება ნოეს კიდობანის პირა პერიოდს, როდესაც ნოეს უთხრა, რომ შეკრიბე შენი ოჯახი და გადაარჩინე ამით შენი თავიო, ალბათ საქართველოში დადგება მალე ის დრო, რომ რაღაცა მცირე ადამიანთა ჯგუფი გადაირჩეს თავს და დანარჩენი განწირული იქნება ღვთისამჯავროზე პასუხი აგოს, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყნის დიდი ნაწილი ემსგავსება სოდომისტებს. სოდომიზმი მარტო ის კი არ არის, რა ქვია, რაღაცა გარყვნილი ქმედებები. სოდომიზმი არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობა ჩვენი ქვეყანა, ეს რომ დედის მისამართით ვიგინებით, როდესაც შეურაცხყოფას ვაყენებთ ერთმანეთს, როდესაც ადამიანებს ხოცავთ, ესე იგი ყველა დღე ჩართავ ამ საინფორმაციო სივრცეს, 17 წლის ბიჭი მოკლეს, 19 წლის ბიჭი დააჭრეს და ეს ყველაფერი უკვე აღშფოთებას იწვევს. აგერ მე ვხედავ, ეხლა ხელისუფლების პროპაგანდისტებიც კი საუბრობენ იმის შესახებ, რომ აი ბიძინა, დაბრუნდი, ბიძინა, გამოჩდი. ანუ ის ხალხიც უკვე, რომლებიც ბოდიში იყვნენ ამ ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერები, ისინიც კი უკვე არიან, ესე იგი, შეშფოთებულები. ერთ-ერთ ეხლა დაწესებულებაში ვარ და ესე იგი აგერ არის შემოვედი გვერდზე სახაჭაპურე იყო, ფიგერას ქართული სამზარეულო არის აქ ბელორუსში. დანამოლი არის ესეთ დიდი ცენტრი
ესე იგი, ისეთი ფასები არის, რა ვიცი, მე გაოგნებული ვარ, ერთი ხინკალი, ერთი წალი ხინკალში ღირს რაღაცა 4-5 რუბლი. როცა 4 რუბლად, აი ხა შემოვედი, აი ვასილკი არის ესეთი რესტორანი, 5 რუბლად აქ რაღაცა კერცაი. ცარიელი არის ეს ქართული რა ქვია რესტორანი. არც არავინ შედის. თან ვიღაცები როიზით მომსახურების დაბალი დონეც არის. მიცი რა არის? ბიჭო, აქ მაინც თუ შეარცხვენ ამ ქართულ სახელს. მე არ ვიცი, ელბა რუსების არის ეგ, ხა ქართული რესტორნები არის. იმ დღეს ბორისოვში ვიყავი და ვერანდა ქართული რესტორანი და ვიფიქრე ქართველების არის მეთქი რუსების ყოფილა. ხო და რაღაცა აი მოთხოვნილება არის ამ ქართული კერძების მიმართ. მარტო ამით შეგვიძლია ჩვენ რომ უმდიდესი ფული შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში მარტო აი ამ პროდუქტების რაღაცნაირად ამ მიმართულებით რეკლამირებით და მე ერთ რამეს აკითხავ ჩემო საყვარელო ქართველებო, ნუ დავხოცავთ ერთმანეთს. ისედაც ცოტანი ქართველები ვართ რა. თორე გეუნებით სოდომ გომორი არ აღწდება ამ ქვეყანას. უფალი მოევლინება ქვეყანას და მარტო რჩეულები გადარჩევიან, იმიტომ რომ მე ვატყობ რომ ეს ქვეყანა ემსგავსება ჭაობს. და სოციალურ ქსელში რო შევდივარ, ასე მგონია ჯოჯოხეთში შევდივარ. ეს ხალხი ისეთ რაღაცეებს წერს, ისეთ რაღაცეებს ამბობს ჭკუიდან გადახვალ რა. ჭკუიდან გადახვალ, იმიტომ რომ გაოგნებული ვარ ქალები, ხალხზე ძალადობას ამართლებენ, კაცები იგინებიან, ილანძღებიან. აი ხლა აქ ვარ და მე ცოტა არ იყოს მეხამუშება ასე ხმამაღლებლობა, ყველგან სიჩუმე, ყველგან სიწყნარე. აი ერთხელ ჩამოდით ბელორუსში ნერვიული სისტემა დაგიწყნარდებათ, ასე გეგონებათ რომ საბჭოთა ეპოქაში დაბრუნდით და რა ვიცი, რატო უნდა მოხდარიყო ის რომ საქართველოს არ ყოფილიყო ეს ესეთი ქვეყანა როგორც ბელორუსია. ბელორუსია, რომელსაც არც ნავთობი არ გააჩნია, არც საბადოები, არც რაიმე ისეთი, რითაც შეიძლება ეს ქვეყანა დაიკვეხნიდეს რაღაცა დიდად. ამ ქვეყანას გააჩნია კარგი პრეზიდენტი, კარგი რაღაცნაირად მიდგომები და ამიტომ არო მოწინავე არა. კარგად და აბა თქვენიც.